ვიტყვი ვერაფერს. დღეს როგორ განვითარდება სიტუაცია. სადამსჯელო რაზმი უამრავ იდგა. ჯერჯერობით ვიკრიფებით ხალხი რა. უცებ თამაშობენ, რადგან ყაველაშვილმა სხვა მეტი არაფერი არ იცის ამის გარდა. ხო? რა ვიცი. მომიწევს ვიდეოს გადაღება თუ ვერა, ეგაც არ ვიცი. ხო. აი კადრში მოყვანა ისინიც და გასიზამენ არ ვიცი. აი ბურთით ერთობიან ხალხი. არა თუ ფეხბურთში მიღწევები, არამედ საერთოდ უბრალოდ ბურთის გორაობა იცის რა მაგ ტიპმა. და სხვა არანაირი განათლებაც არ აქვს რა. აი ესე ერთობით ჩვენს ბურთით. იმედია მალე შემოგვიერთდებიან მასიდან ხალხი. შემოგვიერთდება ალბათ ასე უნდა მეთქვა. აი ჩვენი მეზობლები ამებს არ იგებენ. ტაძართან საკვები იყო. ალბათ ახლაც იქნება, არ ვიცი. აქეთ ძაღლებით ჩვენ მხარეს არიან. ყველა ადგილას ბურთს თამაში. ყველა ბურთით ერთობით. ბურთითა და ერთმანეთით ერთობით. აი მუზეუმის შენობაზე კიდე ერთი სიმართლე გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. აი შემოგვიერთდა ხალხი. ალბათ იქიდან რა ქვია რესპუბლიკის მოედნიდან. აი აქაც ბურთის თამაშია. ჩვენი ერთობით ვერთობით. ამ ხარეს კი შეგროვდა ბლომად ხალხი. აქ კიდევ თამაშობენ ბურთს. არ ვიცი რა ხდება, მან იდგნენ. კარგად რო ვთქვათ პოლიციური მობილიზება იყო ძალების. ახლა კიდე ხალხი მიდის დიდი რაოდენობით. რა ხდება აზრზე არ ვარ. აზრზე არ ვარ. რატომ მიდიან აქ ხარეს ვერ გამირკვევია, ვინც კითხულობს, რამდენიმე ხალხი არც მათ აქვს პასუხი კითხვაზე. არა რა ვიცი, აქეთ გადაწყვიტეს აქედან ხალხმა. ვერზე დადგომა, უკან გასვლა არ ვიცი. ისაც არ ვიცი რამდენი ხანი შევძლებ რომ გადავიდო ყველაფერი. არ მინდა დატაკება მოხდეს. ბავშვები გამოუშვით მონებო წარწერა. ხელი გაუშვით ბავშვებს. ჩემი შვილია. რუსეთ ჩვენი საერთო მტერია. აქეთ ერთი კიდე საინტერესო იყო არ მახსოვს. ზეპირადო ვერ ხედავ. ალბათ დედების აქცია, უმეტესობა ქალი, დედების აქცია.
აქეთ ისინი არიან. აქეთ კიდე ხალხია. ლომად, მაგრამ ბევრად მეტი შემოგვემატება. ალბათ ხუთი. მეთქი აქ მოტიტლებული რატოა ადგილი თქო და გულ სამაშობენ ისე. What's wrong? Shower. Budişi. ყველაფერს მათ დამონტაჟებულს ხმარობთ ჩვენთვის სასიკეთოდ. ვცდილობთ მაინც. ეხლა ოდნავ ზემოთ უნდა აწიონ, ან კარგად ზემოთ არ ვიცი. აი კიდე შემოგვიერთდა უამრავი ხალხი, ნუ არც ისე ბევრი, მაგრამ მე მგონი სტუდენტები არიან, არ ვიცი ზუსტად. ნუ რაც აქ ვდგავართ, ერთი იმდენი დაახლოებით, არა, ცოტა ნაკლები. მაგრამ მაგარია. ხუთისთვის კიდე უნდა ბლომად მოვიდეს ხალხი და რა ვიცი. მერტი ჩვენკენაა, ანუ გავიმარჯვებთ. ბლუკანარის ქართული ვერსია, უკანაო, რადიო 105. სიყვარულს ამ სიმღერაში ვერ ნახავ შენ კიდევ რას ადრიჯანს დამატორიან ხარ ზვიო და ნიკა ქავთარაძე სიმღერა იმაზე რაც ყველას გვაქვს იმაზე რაც კარგად ვერ იქნება ფაქტ რომ მისიკურება არ მოწიდეს და ინგლისურად ყველა მისის ეს არის ეს უკანარი ათურმე ყველას რომ არ გაყენულიყვნენ, DJ ედუარდმა კოცული გააჩაღა. ასხუტელებმა საახატლელ სიმღერას შემოსძახეს. ჯღემზე ხადარგა და თოვლილი დნა ხრუასების ჩოგები უზის მეცელი ჩუჩხელების სებერი ახალი ძელი ჯაზანგე ჩიჩილაკიზე იგვიზის უბოზი iri ბაზანე ჩვენი ხელსაყრელი ახლა მოდაშია ჩვენი ცეკაცივანია ხალხაზაცია ვაქს მექანიზაცია ჩვენი ცეკაცივანია ხალხაზაცია ვაქს მექანიზაცია სოციალდებულებები და ხუცვების დეგმები შესრულებულია ჯარჯის შემგროვებლები და მშვიდობის კრებები ამაყად დადიან ჩვენი ცეკაც მივანი
კაცია ორგანიზაცია შები ქვეყნის სამსახურში გვაქვს კანალიზაცია ეს იყო ადრე 70-იან წლებში მაშინ ჩვენ ქვეყანას კომუნისტები მართავდნენ ახალგაზრდა ცეკა-მდივანი მოსკოვში უპატაკებდა გეგმების განაჭარბების შესრულებას ჩვენ ქვეყანას არ ჰქონდა ეკონომიკა არ იყო დემოკრატია ჩინოვნიკები სახელმწიფოსა და ხალხს ფულს პარავდნენ მას შემდეგ დიდი ხანი გამოდგა მაგრამ მეგონია რაიმე შეიცვალა აუ ცხოვრი ტელევიზია ოთხი საათია 5 წუთები მიდიან კიდეც მაგრამ ცოტა ემატება კიდეც ხო დიდი ვარაუდით 5-ისთვის ბევრად მეტნი ვიქნებით და გაცოთ ახალი კანდიდატი საპრეზიდენტოდ ეს კუშა ალუბო გამიხარდა რომ უსაშველოების გმირი ახლა აქაა აქციაზე
ნახარ დიდება ჩემთან და სამაღლები თავისა ჩემი საქმე და ჩემი დაუმსახურებელი გამარჯვება და შეეცმა ჩემი თითქმით მისი მე დავშე და დავიწინე და განუჯერამე თუ უკანიცე მე აი მთავარი ნაწილი აქციის უამრავი ხალხი უამრავი გად უზარმაზარი რაოდენობა გვემატება ეს უკვე 5 საათამდე ცოტა უკლია. ალბათ ასეთ 15 წუთი არ ვიცი ზუსტად. მაგრამ 7-ზე უფრო მეტი უნდა ვიყოთ ბევრად, ძალიან ბევრი. როი. აი ეხლა საერთოდ ინფლექცია და მადლობა. კარგი დღე. გადავდეთ. ვერცე დავუდგეთ. რა? იქიდან ვერცე დავუდგეთ. იქი არა, რაღაცნაირად განვაგდეთ იქით ხوارდო. დიდი ვარაუდით პროვოკატორია ეს-ერთი. რეალურად რა ხდება არ არის. დიდი ვარაუდით პროვოკატორი, მაგრამ რეალურად რა ხდება არ არის. აი 5 საათია 6 წუთები. აქ რუსთაველზე სულ ბურთის თამაშია, ახლა მეც მივაწოდე პასი. რავი, ასწორებს. იმის ნიშნად, რომ ბურთის გარდა არაფერი არ იცის ჩვენმა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, ასე ვთქვათ. Йоу. ახეს არ ვაჩვენ ყოველი შემთხვევისთვის. კარგად ბებო. უცხოური ტელევიზიის ჟურნალისტი, რომელი ქვეყნის არ ვიცი. იქით გაყოლებაზე გლომად ხალხი. აი მზარეულები ჩვენთან არიან. შეფი ნაჭყებია. ეგრე მაინც გაიგოს მაგდე დავაწყოთ და
აცო მოკლედ დაიწყეს განათება. თბილისის მერია, რაღაცა საბავშვო განათება. არანაირი სირცხვილი, არა ადამიანობის პიკი. კალაძემ გადადო ეს რა ქვია ნაძვის ხის ანთება და მე ვარაუდობ ეს იმიტომ რომ ხალხი დაშლილი იყო ახლა და ხვალეც რომ რაც შეიძლება ცოტა ყოფილიყო დღეს რომ ცემატყეპა დაჭერები ყოფილიყო მე თქმა გვაშოროს ნებისმიერი არავის არ უსურვებ ეს გავსრამეს დიდი ვარაუდით ხვალ და ზეგ და მაზეგ ბევრად უფრო მეტი ხალხი გამოვიდოდა და რავი ასე ვფიქრობ მაგიტო გადადო რა რომ სხვადასხვა მხრიდან აქტიურად მოედინება ხალხი შეიძლება კი გადაკეტილია და კონკრეტულ ადგილას ბევრნი არიან მაგრამ აქეთ ამ მხარეს რაღაც ნაწილზე გახსნილია მაინც ხო და უნდა რომ ბოლომდე დაიცალოს ხალხი რა და ეს მუხტი ჩაქრეს, მაგრამ არ იქნება ეს დარწმუნებულიყო. აი სულ ბლომად უამრავი ხალხია. და ეს ხვალაც გამოვა, ზეგაც და მაზეგაც და იმისითითაც. აი თითქმის ოპერიდან იმას ცოტა გაცდენილია მერიოტს აი მერიოტის ბოლომდე ხალხი იქიდან იწყება ძალიან მჭიდროდ და ასე მჭიდროდ არის უამრავი და უამრავი აი და მე მგონი მეტრომდე გრძელდება ეს ხალხი თუ არ ვწდები თვითონ არ ყოფილი ვარ მეტრომდე მაგრამ იმდენია არაფერია გამორიცხული ძალიან ბევრია და მაგრად ასწორებს. ალბათ იმიტომაც გადადო რა. ამდენი ხალხის დაშლა 2 წუთის ამბავი არა. ანუ შეიძლება 100 და 200,000 ვერ ვართ, მაგრამ ღმერთმა არქნას ამის დაშლა რო გასვლოდათ დღეს და დაეშალათ, ხვალე 150 ზეგაც რო დაეშალათ 200 და მეტიც ვიქნებოდით. მე ამის მჯერა. ხო და ღმერთმა არქნას გადადოს და მუხტი არ ჩაქრება რა. ხო და ადრე თუ გვიან კიდე ეს ნაძვის ხეც ჩაქრება და მათი ყველანაირი იმედიც და მათი ყველანაირი ძალა თუ მათი ყველანაირი ფული თუ მათი ყველანაირი ადგილი თუ ასე შემდეგ ყველაფერი ჩაქრება მალე. ხო. ჩვენ გვინდა განვითარება, წინსვლა, ბედნიერი ნათელი მომავალი, სამართლიანობა და თავისუფლება რა. ხო და ამას გვიზღუდავენ.
იმიტომაც გავართ ხო, ჩვენ ვართ თავისუფლები და ვიქნებით მარად. მოაზროვნე ხალხი და არა ისეთი როგორიც დანიშნეს დე-ფაქტო პრეზიდენტად. ერთი წიგნიც რო არა აქვს დაკითხული. ყაველაშვილის გულისა. დროებით. ო, დღეს იყო ჯოჯოხეთი დაორგანიზებული და რა ვიცი, კიდევ კაი მე მგონი გადაიდო. ჩვენში მუხტი არ ჩაქრება, იოუ. ყველა ყრუი, ყველა ცრუი. ლექსიდან ნაწყვეტი და მაქსიმალურად რაც ეყოთ შავი ნაბიჭრებს ეცადეს რომ დაეფარებს. ზემოდან კიდე არ მინდა ბელორუსიზაცია. ეს ისა რა ჩვენ არ გვინდა. არა მხოლოდ დამწერს, არამედ ყველას ვინც აქვთ გავართ. გვინდა თავისუფლება და არა დიქტატორული რეჟიმი. დროებით. ო, ვარაუდობ დაწერეს თვითონ რუსებმა. კარგი პუტინი, მკვდარი პუტინი არისო რა, ხაროში პუტინ, მёртвый პუტინ. ოჩახ დამწერს. იოუ. ნატურა ნახარ. აი, ცოტა დავცოტაოდით. ალბათ იმიტომ რომ გადაიდო რა. განათება ნაძვისხის. რომ გინდა, აი იმიტომაც არ მივეცი დღეს ნაძვისხის ანთების უფლება და დღეს კიდევ ხოცებს მივმართავ. კიდევ თქვენთვის ჩაიწერა ერთი შავი ფურცელი, რომ ხოცისთან ვისაც ღირსება გაქვთ, კიდევ შეგრჩენიათ, აგერ სახედარი დაგინიშნეს პრეზიდენტად. ის არასდროს არ გახდება ღირსეული ქართველების პრეზიდენტი. ის არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მას ეწოდება ხოცისთანის პრეზიდენტი. ეხლა მოგიწოდებთ იმ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს. ყოფილს იმიტომ რომ დღეს არ დგეხართ სწორ გზაზე, დღეს არ დგეხართ იქ სადაც საჭირონი ხარ, არ დგეხართ საქართველოსთან. მას ხალხი მაინც ბლომადაა. შეიძლება რამოდენიმე ადამიანი 2, 3, 5 დაიჭირონ და ეგ იყოს რა მთელი ყველაფერი. ასე ვარაუდობ. ხო, ვინც რაღაც დილამდე იქნება ალბათ. ან 2 საათამდე, ან რაღაც მაგდაგვარი. უმეტესობა მიდის და რაღაც მცირე ნაწილი რჩება. ხო. სხვა ვერაფერს ვერ დავამატებ. ალბათ იმისთვის, რომ ერთი რომ დაჭერვებს თავი არიდონ და მეორე კიდე რომ ხვალისთვის ისევ ენერგიულად იყვნენ, რადგან დილის აქციები უფრო გაამართლებთ როგორც ვარაუდობ. არა იმიტომ რომ ღამე სასაკლაოდ აქვთ. კარგად იყაგინეთ. არამედ ქცეული, არამედ იმიტომ რომ დილას ყოველთვის ბევრი რამ ხდება, ისეთი რაც შესაძლოა გაამართლოს ბევრად რა, ვერ ვაზროვნებ. მაგარი დაბრედილი ვარ.
ჟურნალისტები ამდენ დღეღამეს როგორ ათენებენ და ასე კარგად როგორ საუბრობენ, არ ვიცი. მოკლედ პირველად ვამბობ რა ქვია მაგას. აქციების ვიდეოებზე, არც სტრით-არტის და გრაფიტის ვიდეოებზე არასდროს არ მithქვამს. ის რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი თუ აფასებთ ამ კონტენტს ჩემსას. რაც ხდება ქვეყანაში, იმის გაშუქებას. უკაცრავად ბატონო. შვილების მომავალი არ დათმო. კარგი დღე. თუ ღამე. გისმენთ? ეს არის დაბეჭდილი და აქ ვისაც უნდა, რასაც იმას აწევს. მაგალითად, გასაგები. კი, მაქვს მე ეს ნანახი თავისუფლებაც და საქართველოს. კი. ირაკლი მშვილმა გააკეთა და ეს თავისუფალი აისა, ვისაც რა უნდა იმას აწევს. ბარტერი და უფრო კარგი. მადლობა. კი, რა თქმა უნდა. ჩვენ კიდე ეს არ გვეშლება, უამრავი იდეა. კარგად ბრძანდებოდეთ. ოპერაცია და მკურნალობა. დაბლები რო ვიყიდო. დაიცად. ბავშვის დაგვეხმაროთ. გეხვეწები. მადლობა. გეხვეწებით, მადლობა გაიხარა. კარგი დღე, თუ ღამე. არ გამომირთავს. კაი, არა უშოს. მოკლედ უმეტესი ცოტა მიდის, მაგრამ უმეტესი მოდის, ასე ვთქვათ. ხო, როგორც ჩანს, დამთავრდა აქცია ჯერჯერობით დაჭერების გარეშე. მეც ახლა ვაპირებ იმას ვქნა, რა ქვია, წავიდე უკვე. იმედია შვიდობიანად მივალ სახლში, რადგან რაღაც გადაცმული პოლიციის ფორმაში და რამოდენიმე უკვე დაიჭირესო გავიგეთ. მომივიდა მსგავსი ინფორმაცია და რა ვიცი, ღმერთი ჩვენკენ რა. ვინც სიმართლის მხარეს ვართ და განვითარება გვინდა, სამართლიანობა გვინდა, ხარისხიანი განათლება და თავისუფლება, რაც მთავარია. ხო. რადგან ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ. ხო. და ჩვენ ევროკავშირის წევრობას ვიმსახურებთ. უბრალოდ ხელისუფლება ყავს ისეთი, რაც და რომელიც ნაგვის ყუთში ჩაგდებაზე უკეთეს არაფერს არ იმსახურებს. ესაც ძალიან სუფთადაა ნათქვამი. ხალხი მაინც და დიდი ნაწილი კი წავიდა, მაგრამ მაინც ბლომა დარჩა, რაც მე პირადად მაგრად მახარებს. თან მეშინია მათზე, რომ რამე არ მოხდეს. პროვოკაციებიდან დაიწყონ და მერე დაშლა და სიმკაცრე, ასე ვთქვათ. სიუხეშე და 7-8 ადამიანი, კი არა და არა ადამიანი ნაბიჯვარი ერთს რო გაედევნოს. ეგ მართლა არ მინდა და არავის არ ვუსურვებ. ხო. აქ და აი გაყოლებაზე ხალხია სულ. აი ჯიგარი წვაც გვიკეთებს, მე მგონი ქათმის. რიგი არის ბლომა. ვახერამდენი ასკაცის ციგდი შეგებებოდა, უგანალა დაუხევია არცეთ. მოვისევ წავიდეთ, პირი შევკრათ ბიჭებო და ერთმანეთს დაუჭიროთ ხარი. ჩვენზე მოდან დაგვცქერი საღუპულთ ასულები, მათ წინაშე მოვიხადო თვალი. ჩვენზე მოდან დაგვცქერი საღუპულთ ასულები, მათ წინაშე მოვიხადო თვალი.
იგარი ხარ ოჩახ კარგი ღამ ეგ არის აქ დარჩა რაღაც ნაწილი უმეტესობა წავიდა მიდის ვინც არ წასულა ურმესი მადლობა და მაგრამ მიყვარხართ სულ ერთია აი ესე ცოტა დავჩით და ისინი სწავლობთ მალე სახლში მიხარია დროშები რომ დამზიავთ აი ისევ და ისევ ბურთს თამაშობენ ერთობიან დღეს მთელი დღეა ასწორებს აბა ხალხო მიყვარხარ დროებით დილიდან აქავარ უნდა წავიდე გაუფრთხილდით თავს არაფერი რა თქმა უნდა მიყვარხარ და ღმერთი თქვენკენ რა ჩემი წილით თქვენთან იმიტომ რომ მეშინია უბრალოდ არ შემილია დარჩენა მეშინია თქვენზე თავს გაუფრთხილდით მაგრად Yes! 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 ჯუჯების სტუდიო რუსთავ Fuck the system შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიფცი შენ ბუდავ მე ვდგავარ ვიფცი შენ მესვი მე ვდგავარ ვიფცი ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გვინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში